აი თუ კი ჩვენ გვინდა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, რასაც ქვია სუბალპური მდელოები, ნაირფეროვანი მდელოები, შევინარჩუნოთ და არ გაქრეს, ამისათვის ერთ-ერთი არა მთლიანად ყველაფრის მომცველი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გახდეს მდგრადი მიწათსარგებლობა, მდგრადი მეცხოველეობა და ამ მდგრადი მეცხოველეობის სხვადასხვა ნორმის დანერგვა, ან ზოგიერთ შემთხვევაში აღდგენა, იმიტომ რომ ძველად იყო კიდევაც სხვადასხვა ადგილას, თუნდაც იგივე კავკასიაში ეს მდგრადი მესაქონლეობის გამოყენება. განსაკუთრებით სახიფათოა ის სიტუაცია, როდესაც ფერდობები გადატვირთულია საქონლით, არ არის ნაკვეთმონაცვლეობა, არ არის სხვა ნორმები დაცული, არის გაცილებით მეტი ცხვარიან ძროხა იმ ადგილებში, სადაც ეს შეიძლება აიტანოს ამა თუ იმ კონკრეტულად იქ ადგილას არსებულმა ფერდობმა, არ არის გათვალისწინებული არც ფერდობის დახრილობა ხშირად, არც მცენარეული საფარის თავისებურება, არც ეროზიის ხარისხი, არც ნიადაგის ეროზიის რისკები, არც დრენაჟი, არაფერი. უბრალოდ მიშვებულია ეს საქონელი, თუნდაც ისე როგორც აი ამ სურათებზე არის მოცემული და მიმდინარეობს უკონტროლო ძოვება, უკონტროლო არატრადიციული გადაჭარბებული. ანუ გაცილებით მეტი საქონელია, ვიდრე ეს შეიძლება არსებობს სპეციალური ნორმები. ამა თუ იმ პირობებში ჰექტარზე რამდენი ცხვარი შეიძლება იყოს, რამდენი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყოს და ცხენი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ სხვადასხვა ცხოველი განსხვავებულად ძოვს ბალახს, ანუ რა იგულისხმება ამ ძოვებაში, ანუ როდესაც მოკნიტავს ეს ბალახს ნიადაგის ზედაპირიდან რა დისტანციაზე კვნეთს. აი აქ არის რამდენიმე მაგალითი ინფორმაცია მოცემული, რომ ველური ჩლიქოსნები დაახლოებით 5-დან 7 სანტიმეტრამდე ძოვენ. ასეთია მაგალითად იგივე ცხენიც. მაგრამ უკვე მსხვილფეხა რქოსანი საქონელი ნიადაგის ზედაპირიდან 5 სანტიმეტრამდე ძოვს. პლუს ამასთან ერთვეს მისი ამ ცხოველების ძროხების კერძოდ ძალიან დიდი წონა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში არის დაუშვებელი, მაგრამ ყველაზე ნიადაგის ზედაპირთან ყველაზე ახლოს 2 სანტიმეტრზე ეს ძოვენ ცხვარი და თხები და კიდე თხებს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ძალიან მიუდგომელ ადგილებზეც კი, აი ესეთ კლდოვან ადგილებზე, მიუვალ პირობებშიც კი აქტიურად მოძოვონ. აი ცხრებს რა თქმა უნდა თითო ცხვარს წონა არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ესენი ამას ერთგვარად ჭყალებში აკომპენსირებენ რაოდენობით ურიცხვი ფარები, რომლებიც ყოველ დღე ერთსა და იმავე მარშრუტს გადიან. ერთი გზით მიდიან საძოვარზე, მერე იგძოვენ, უკან იგივე გზით ბრუნდებიან, ესენი ქმნიან ეგრეთ წოდებულ საფეხურებრივ ეროზია ვითარდება, ჯერ რომელიც ნიადაგის უფრო სერიოზული დაზიანების პირველი სიმპტომი და ნიშანია, როგორც კიბეები ასე ხდება, ასეთი ეს აქვს ფერდობს და შემდეგ აი ამ ფერდობზე უკვე თუ იქ დავამატებთ, რომ იქ სხვა პირობებიც არის დარღვეული, ან გაჩეხილია ტყე, ან გაჩეხილია ბუჩქნარი, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი არის ისეთი რისკები ეროზიის, როგორიც არის აი ამ სურათზე მოცემული ორივე სურათზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით მდგრად მიწათსარგებლობაზე, უნდა აუცილებლად აღინიშნოს, რომ ასეთი მიდგომები, სწორედ აი მდგრადი მიწათსარგებლობის დამახასიათებელი მიდგომები უნდა დაინერგოს აუცილებლად მსოფლიოს მრავალ კუთხეში. ამას განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და ამას აქვს თავისი მიზეზები, რატომაც უნდა მოხდეს ეს.
უპირველესი ის გახლავთ ის, რომ მომავალი თაობებისთვის ჯანმრთელი დაუბინძურებელი საკვების შესანარჩუნებლად. შემდეგ ბიოლოგიურად მრავალფეროვანი სტაბილური და მიმზიდველი მცენარეული თანასაზოგადოებების დასაცავად და ათასწლეულებიდან მოყოლებული კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. საძოვრების დაზიანება, როგორც ასეთი, შეიძლება მოხდეს ძირითადად სამი მიზეზით. პირველი, ეს არის უკონტროლო, არატრადიციული ძოვებით, რომელიც იწვევს წერტილოვან დაზიანებებს, შემდეგ ეს წერტილოვანი დაზიანებები ერთდება და უფრო დიდ დაზიანებაში, ფერდობის უფრო დიდ დაზიანებაში გარდაიქმნება. საძოვრების დატვირთვით შესაძლო ლიმიტებზე მეტად ან შეუთავსებლად მძიმე წონის ცხოველებით და მესამე ამ ორზე ჩვენ ასეთ თუ ისე ვისაუბრეთ, მაგრამ მესამე არ გვითქვამს, ეს არის ერთი შეხედვით ძალიან საკვირველი რამ, ეს გახლავთ საძოვრების უეცარი მიტოვება. თითქოს და რა უნდა მოხდეს, აი ვითომ ადამიანი იფიქრებს, რომ კარგიც კი, აი აქ ძოვდა, აზიანებდა ფერდობს, უცბად აღარ ძოვენ ცხოველები, უნდა ეს ბალახნარი განვითარდეს, ამოვიდეს, დაიცვას ეროზიისგან ფერდობი და რატომ უნდა დააზიანოს საძოვარი ძოვების მომენტალურად მიტოვებამ. აი წლების განმავლობაში ბევრი საქონელი იყო და დღეიდან გადაწყდა, რომ აქ აღარ უნდა იყოს და ამიტომ რითი არის ეს ცუდი. ცუდი სერიოზული დაზიანებები და რისკები შეიძლება არსებობდეს ამ უეცარი მიტოვების შედეგად. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს დრენაჟის სისტემის მოშლას. ანუ წყლით ნიადაგის ზედმეტ გაჯერებას აქვს ადგილი და კორდოვან ეროზიას, რომელიც მოძრავი გვიანი თოვლის საფარის მიერ ხშირად არის ხოლმე გამოწვეული. განსაკუთრებული პრობლემა უკავშირდება მსოფლიოს ბევრ მაღალმთიან რეგიონში გავრცელებულ მკვრივკორდიან ბალახოვან მცენარეულობას. რადგან მათ დომინანტ სახეობებს დიდი კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ. და ამიტომ ამა თუ იმ რეგიონში, თქვათ ავსტრალიის მთებში, ეს არის აზიაშიც, სამხრეთ ამერიკაშიც და სამწუხაროდ ჩვენთანაც კავკასიაში, ამის გამო გავრცელებულია საძოვრების გაუმჯობესების ვითომც და ამ მიმართულებით მოწოდებული ერთ-ერთი ღონისძიება საძოვრების გადაწვა. საძოვრების გადაწვა თავის მხრივ არის მეტად უარყოფითი მოვლენა. ეს პერიოდული გადაწვა. ჯერ ეს ერთი კლებულობს დრენაჟის უნარი ნიადაგის. გადაწვა ერთი მხრივ რას აკეთებს? გადაწვა, ასე კი აი ამ კორდიან მარცვლოვნებს, თქვათ, ნაკლებყულათიან მცენარეებს, მათ მიწის ზედა ნაწილებს აქცევს ნაცრად და არის მოლოდინი, რომ მათ ნაცვლად ახალი სხვა მცენარეები, მათ შორის აი კორდებს შორის მოზარდი, ისინი უფრო უკეთესად განვითარებიან, ეს დომინანტი ამ ხანძრის შედეგად დაიკლებს მისი სიძლიერე, ამ დომინანტის სიძლიერე და უკვე განვითარდებიან სხვა მცენარეები, მაგრამ ეს ასე მხოლოდ ცალმხრივად არ გახლავთ. ეს ნაცარი, რა თქმა უნდა, არის სასუქი, მაგრამ ძალიან ხანმოკლე დროით. როგორც უკვე თქვით, ზიანდება დრენაჟის სისტემა, ნიადაგიდან საკვები ნივთიერებები გამოირეცხება ამ წყლით და ვინაიდან დრენაჟი იქნება დაზიანებული. მცენარის მიწისქვეშა ნაწილები აი ხანძრისგან ზიანდება, ეს ნაწილები იქნება ფესურები, ბოლქვები, ფესვები თუ რა. ის ვერ უძლებს ხანდახან და ხშირად ასეთ მაღალ ტემპერატურას, რომელიც ხანძრის დროს ვითარდება და შემდეგ ნიადაგის თესლის ბანკი ზიანდება. თესლის ბანკი გახლავთ 10 წლეულების განმავლობაში ჩაცვენილი თესლი, რომელიც ნიადაგის სულ ზედა ფენაში არის, რაღაც რამდენიმე მილიმეტრით ან თუნდაც 1-2 სანტიმეტრით დაფარული ნიადაგის ფენით და დეტრიტის ფენით. აი ეს თესლები, რა თქმა უნდა, იწვება და
ფუჭდება და ესენი აღმოცენების უნარს თუ გადაურჩა ცეცხლს ზოგჯერ კარგავენ კიდევაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ეს და ამის გარდა ამისა მცენარეული მრავალფეროვნება გნინდება იმ ადგილებში, სადაც ეს ხშირად არის გადაწვის ტრადიცია. და შედეგად მცენარეულობა ამ ფერდობებზე დეგრადირდება.